საუბრობს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ისტორიული რუსული მიწები უნდა დაბრუნდნენ რუსეთის შემადგენლობაში. აი, რუსული სამყარო ესეთია, ამ გლობალისტებს ეწინააღმდეგება. არიციან, ას უნდა ელოდნენ ხვალ. ბირთვული ომი შეიძლება უცხო ქვეყნის ჯარი შემოიჭრას. რუსეთი ნამდვილად არა ეგ ქვეყანა, რომ აი მაგითი გამოირჩეოდა ხალხი რაღაც ტრადიციებიდან, რელიგიით. ეს ომი არ იქნება ესეთი მარტივი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. გამარჯობა, დღეს ჩვენი მიმოხილვის მე-14 ეპიზოდს უყურებთ. დღეს ჩვენი ყურადღება, ასე ვთქვათ, გამახვილდება რუსეთზე 90-იანი წლებიდან დღემდე მის პოლიტიკურ იდეოლოგიაზე და როგორ მოვედით აქამდე, იმიტომ რომ როგორც იცით, რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური ამბები ჩვენზეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ფიქრობთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანია, რომ რაღაც სიღრმისეული დისკუსია გქონდეს მინიმუმ, იმიტომ რომ რაღაც ჩვენი აწყოთ ამაზეა დამოკიდებული მხოლოდ ამიტომ და ამაზე დავამატებდი, რომ იმის გამო რომ ქართულმა მოცნებამ მიიღო არაერთი რეპრესიული კანონი ჩვენ ასე ვთქვათ ჩაგვიჭრა გზა რომ მივიღოთ დაფინანსება, ამიტომ მოგიწოდებთ რომ იმისათვის რომ მაუწყებელმა განაგზოს თავის საქმიანობა მცირედი დახმარებაც კი მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამიტომ მაუწყებელი ჯიდან შეგიძლიათ ყოველთვიური დონაცია გამოიწეროთ, მცირედი დახმარებაც კი მნიშვნელოვანი იქნებოდა. ასე მოგიწოდებთ რომ გამოგვიწეროთ და გვალაიქოთ და გვაშიაროთ, დაგვიწეროთ თქვენი კითხვები, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ სტუმარსთან გადავალ რეზი ქოიავა იქნება ჩვენთან. მას როგორც უკვე აღნიშნე, ვისაუბრებთ რუსეთზე, პუტინის რუსეთზე, როგორ დაიწყო და როგორ მოვედით აქამდე. თავიდან რომ ზოგადი კითხვით რომ დავიწყოთ, როგორ ჩამოყალიბდა თანამედროვე რუსეთის პოლიტიკური სისტემა 1990-იანი წლების შემდეგ და როგორ მოვედით აქამდე, ეს ზოგადი კითხვით რომ დავიწყოთ და მე უფრო სიღრმისეულოდაც გადავიდეთ. სანამ გადავთ ერთი იმის თქმა მინდა რომ რეზის ტექსტები შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიები რუსეთის შესახებ საიტი კავკასიური სახლის ვებგვერდზე კომენტარებიც დაურთავთ. ხო, კომენტარებშიც დაურთავთ და მნიშვნელოვანი რატო არა ზოგადად ამ თემაზე საუბარი, რა ვიცი, ყველგან სადაც რუსეთს ახსენებენ რაღაც პანიკის ან აბსოლუტური უარყოფის, ან აბსოლუტური მიღებლობის ბეჭედი არტყია ხოლმე ამ ყველაფერს და საგნობრივად არსად ამაზე არ საუბრობენ. ან თითქოს რაღაც ცალსახამოცემულობა რუსეთი და ზედაპირზე არის მარტო და ანუ არანაირი საგნობრივი განსჯა არ მიდის ხოლმე და მოკლედ მე ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ და აი გავყვეთ აი ამ პირველი კითხვიდან. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ხო, ანუ რუსეთის ისტორია, პოსტსაბჭოთა ისტორიაც ესე ერთ ხაზზე არ უნდა განვიხილოთ, რომ ეს იყო თავიდანვე ისეთი სახელმწიფო, როგორცაც უყურებთ დღეს. ხო, 90-იან წლებში, თქვათ, საგარეო პოლიტიკის კუთხით რო ავიღოთ, საწყის ეტაპზე რუსეთი ცალსახად პროდასავლურ ფასს იჭერდა და მაგალითად ბევრ თქვათ ცენტრალურ აზიურ ქვეყანაში ან თქვათ თუნდაც სამხრეთ კავკასიაში დასავლელი პოლიტიკოსები უფრო ადრე ჩადიოდნენ ვიდრე რუსეთიდან და პირველი ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი როდესაც იწყებოდა დნესტრისპირეთში იყო ერთ-ერთი პირველი, მაშინ ელცინი ეწინააღმდეგებოდა ამ კონფლიქტს, ამ დნესტრისპირეთს უწოდებდა რაღაც საბჭოთა გადმონაშთს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო რა დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი ეგეთი დიალოგია ეგონბარს და ბორის გროის შორის. ეგონბარი იყო ოსტპოლიტიკის დროს ვილი ბრანდტის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეგონბარი ამბობს, რომ აი რუსეთში იმიტომ არ შედგა დემოკრატია, რომ მათ სხვანაირად ესმით რუსებს დემოკრატიული ფასეულობებიდან ის რაც პლურალიზმი, ადამიანის უფლებები და შემდეგ მათ ფსიქოპოლიტიკურ ბუნებაში არ ჯდება, მაგრამ ბორის გროისი ამას შეეწინააღმდეგა და მან თქვა, რომ მთელი ამ დემოკრატიული პროექტის ჩავარდნის მიზეზი იყო ის, რაც მოხდა რუსეთში 90-იან წლებში, ანუ გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე, თქვათ ეს. პრიმიტიულად რო ვთქვათ, ხო, გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე რა, ანუ სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე, ну ეს არ იყო ესეთი სრული სახით სოციალიზმი და კაპიტალიზმი ძალიან ველური სახით მიიღეს და ამის გამო რუსებისთვის თქვათ ეს დემოკრატია ასოცირდებოდა თქვათ 90-იანების ქაოსთან, გაჭირვებასთან, ეკონომიკურ პრობლემებთან და ასე შემდეგ. და ეს იყო რაც პოლიტიკაში ორი მთავარი ემოცია ალბათ, ხო, იმედი და შიში, რომელთაც შეუძლია პოლიტიკოს მანიპულირება მოახდინოს. აი შიშის ფაქტორი იყო ძალიან ძლიერი, როდესაც პუტინი მოდიოდა
ძალაუფლებაში ეს შიში მრავალი კუთხით იყო პოლიტიკური არასტაბილურობის შიში, იყო სიღარიბის შიში, იყო მაშინ ტერორიზმის საფრთხე, როცა პუტინი ომის ტალღაზე მოვიდა ჩეჩნეთში მეორე კამპანია დაიწყო. გვახსოვს ბევრი ტერორისტული აქტი მოსკოვის თეატრში და ხო, კი. რო დაწერა შემდგომ წიგნი და ასე შემდეგ, ანუ ბევრი რაღაც შიშის ფაქტორი იყო, რომელმაც მოიყვანა ის, მაგრამ მისი ძალაუფლებაც რამდენიმე ეტაპად იყოფა, თქვა 2008 წლამდე, ანუ სანამ პირველი ორი ვადა ეს იყო, უფრო რა ჟაკ რანსიერს აქვს ტერმინი პოსტპოლიტიკური რეჟიმი, ხო, არანაირი ესე ვთქვათ, ყოველგვარი იდეოლოგიისგან დაცლილი, ხო, მენეჯერული, წმინდად მენეჯერული სტილი, ან პუტინი ნამდვილად არ იყო იდეების ადამიანი, როდესაც მოვიდა, ხო. ეს იყო რაღაც უფრო პრაქტიკული გამოცდილებების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც ეს პრაქტიკული გამოცდილებები სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე შეიძინა, თქვა საბჭოთა სპეცსამსახურებში თუ სანქტ-პეტერბურგის მერიაში თუ ასე შემდეგ, ხო. ამიტომ იყო რომ ძალიან მარტივად წარუდგინეს ხალხს მედვედევი როგორც მისი შემცვლელი, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სათავეში თუ სტილი მართვის არის იგივე. ეს შემოტრიალება დაიწყო 2012 წლიდან აი ბალოტნაიას აქციების შემდეგ, როდესაც უკვე რუსეთი ვთქვათ ხო ამ პროტესტზე მინდა რომ ბევრი ვისაუბროთ, იმიტომ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი პროტესტი იყო და ანუ ჩვენთან ამაზე ფაქტობრივად ძალიან ცოტა ბოლო დიდი საპროტესტო ამის შემდგომ იყო ლოკალური პროტესტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თქვა საპენსიო რეფორმის გაპროტესტება 2018 წელს, რომელსაც ასევე მასშტაბური სახე ჰქონდა და სისტემური ოპოზიცია უჭერდა მაშინ მხარს კომუნისტური პარტიის სახით, მაგრამ ნუ ესეთი მასშტაბური დიდი გამოსვლა ბოლო იყო ალბათ ბალოტნაიას აქციები, რომლის შემდეგაც დაიწყო ეს კონსერვატორული შემოbrunებაც, უკვე ავტორიტარიზმის გაძლიერებას, რომელიც საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, უკვე დიქტატურის. პუტინიც ხომ მოწონდა პრინციპში დასავლეთში, ხო? ანუ მოწონდათ შეიძლება გადამეტებული ნათქვამია. ჩეჩნეთის ომი რო დაიწყო, 2000 მაშინ მალევე მოხდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები და პირველი პუტინმა დაურეკა ბუშს და ზუსტად იმას წარუდგენდა, რომ აი ჩეჩნეთში ჩემი კამპანია არის ამ war on terrorism-ის წინააღმდეგ ომის გაგრძელების ნაწილი და მაშინ თქვა ავღანეთში ოპერაცია რო დაიწყო, რუსეთი ლოჯისტიკურადაც უწყობდა ამ ოპერაციას ხელს, თქვა რუსეთის გავლით მიფრინავდნენ ნატოს თვითმფრინავები და ასე შემდეგ. და მხრივ ანუ ის კარგად ჩაწერა თავისი ეს რაღაც სადამსჯელო კამპანია ჩეჩნეთში ამ დასავლეთის მიერ წარმოებულ ტერორიზმის წინააღმდეგ ომში. რომ ის ხალხი, ვისაც თქვენ ებრძვით ავღანეთში, მე ვებრძვი თქვა ჩემთან. ჩეჩნეთში. ისე აი ეს დასავლეთთან დაპირისპირების ამბავი, ხო, ანუ ეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის ცნობილი სიტყვა რაცა, ხო, რაც აი ამ გლობალურ წესრიგს, ანუ მე რატომაც შეიძლება ეწოდოს, ანუ უწოდებდნენ რევიზიონის, ხო, ამ გლობალური ესე ვთქვათ, წესრიგის აი ეგეც რო გითხრა რა, ანუ ეგ რა იყო მაგის მიზეზები საბოლოო ჯამში და რატო შემოტრიალდა პუტინი ესე ანუ ანტიდასავლურ ელცებზე. მე მგონი ეს რაღაც ცოტა ამ დიდი მნიშვნელობა ენჭება მიუნხენის გამოსვლას, მაგრამ ჯერ კიდევ ელცინის დროს უკვე ჩანდა რომ რუსეთისთვის არ იყო მთლად მისაღები ის რაღაც ერთპოლუსიანი სამყარო თუ დასავლეთის ჰეგემონობა თუ ასე შემდეგ, უბრალოდ მას იმ მომენტში ძალა არ შესწევდა, რომ ამის წინააღმდეგობა გაეწია. ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმის შესახებაც, რომ თქვათ დასავლეთი შეცდა რუსეთთან ურთიერთობაში 90-იან წლებში, რომ არ მოახდინა მისი სრულად ინტეგრირება, თქვათ ევროკავშირში, ნატოში და ასე შემდეგ და თქვათ ეს ხალხი განიხილავს, რომ რუსეთი იქნებოდა რაღაც პოლონეთის მსგავსი მოდელი, ოღონდ უფრო დიდი, მაგრამ ეგ არის ცოტა რთული წარმოსადგენი. შეიძლება ვთქვათ რუსეთი რომ მიიღოთ ნატოში, ჩემი წარმოდგენით ეს იქნებოდა რაღაც მეორე დიდი ძალა, რომელიც ვერ დაექვემდებარებოდა ვთქვათ მხოლოდ ამერიკის ჰეგემონიას და დაიწყებდა თვითონ ორგანიზაციის შიგნით თავისი მოკავშირეების მოძებნას, რაღაც დისონანსის შემოტანას, არეულობას და ასე შემდეგ. ჯერ 94 წელს ჰქონდა ჯერ კიდევ ელცინის ამოსვლა, სადაც თქვა რომ ისინი უკმაყოფილო არიან იმით რაც ხდება მსოფლიოში, შემდეგ იყო იუგოსლავიის დაბომბვა და პრიმაკოვის შემოტრიალებული თვითმფრინავი ატლანტიკის ოკეანის თავზე, რომელიც ამერიკაში მიფრინავდა ვიზიტით და გაიგეს, რომ დაიწყო ბელგრადის დაბომბვა და მოატრიალეს თვითმფრინავი და ეს იყო რაღაც დემარში მათი მხრიდან და ასე შემდეგ. უბრალოდ რუსეთს მაშინ არ შესწევდა ფიზიკური ძალა, რომ ეს რევიზიონისტული პოლიტიკა გაეტარებინა, როდესაც თანდათანობით შეიძინა
ეს უნარები უკვე დაიწყო პოლიტიკის გატარება. ეს პოლიტიკა თავიდან თქვა შეიძლება ეკონომიკურ სახეს ატარებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, თქვა გარკვეული რაღაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორების ხელში ჩაგდება და ასე შემდეგ, თანდათან უკვე გადავიდა უფრო აგრესიულ ფორმებზე და საბოლოოდ რაღაცა ომის ფართო მასშტაბიანი ომის სახე მიიღო, როგორც თქვა ევროპაში არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. წეგან ახსენე შენ კონსერვატორიაში რო გადავიდნენ. აი რა არის რუსეთისთვის ტრადიციული ღირებულებები, რას გულისხმობენ და რამდენად გავს ის ქართულ რეალობაში იმას, რასაც დღეს კონსერვატულ ტრადიციულ ღირებულებებად გვასაღებენ, ასე ვთქვათ. იდეოლოგია რა არის? იდეოლოგია ცოტა რთული მე საერთოდ მიჭირს წარმოვიდგინო სოფლიოში საერთოდ არსებობდა რეჟიმი, რომელსაც ჰქონდა იდეოლოგია. ხო. რომელსაც ჰქონდა ვთქვათ იდეოლოგია, როგორც რაღაც მწყობრი იდეების ნაკრები, მაგალითად, იყო ხო ნაცისტური გერმანია და ფაშისტური იტალია, მაგრამ იქაც ეს არ იყო მწყობრი იდეების ნაკრები, ეს იყო ძალიან რაღაც ნაზავი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში შესული იდეების და ვთქვათ მუსოლინი მაგალითად იძახდა რომ თეორია ციხეა საერთოდ და ჩვენ პრაქტიკას ვემყარებით და ასე შემდეგ და ეს რეჟიმებიც როგორი შედგებოდა ხო იყო თან ტოტალიტარული პარტიები იყო რაღაც ძველი ბიუროკრატია იყო ესეთი ტრადიციული ინსტიტუტები არმია ეკლესია და ასე შემდეგ რომლებიც ქმნიდნენ რაღაც ნაკრებს ეს ძალიან კარგად ჩანს ვთქვათ ვინ მოუწყო ჰიტლერს შეთქმულება ხო იყო სამხედროების კლასი და მეფე ვიქტორ იმანუელმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მუსოლინის დამხობაში, რომელიც თავიდან მისი ნაწილი იყო. და იგივე საბჭოთა კავშირშიც თუნდაც აი სტალინიზმის ეპოქაში თვითონ არსებობდა ეს მარქსიზმ-ლენინიზმი და მეცნიერული კომუნიზმი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ამ იდეოლოგიის რაღაც ნორმა რა არის ეს იყო ძალიან მოუხელთებელი. ანუ არსებობდა რაღაც მაღალი ინსტანცია სტალინის ბელადის ან მისი კულტის სახით, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეს ეუბნებოდა ის სწორად ფიქრობს თუ არ ფიქრობს. ალექსეი იურჩაკს აქვს ამაზე ძალიან მაგარი კვლევა, ამას უწოდებს ავტორიტეტულ დისკურსს, რომ თითქოს იდეოლოგია არის, მაგრამ არ იცის მოქალაქემ თუ რა არის ამ იდეოლოგიის მიხედვით სწორი და არასწორი და მას სჭირდება რაღაც ინსტანცია, რომელიც ეუბნება, რომ შენ სწორად იქცევი თუ სწორად არ იქცევი. ძალიან საინტერესო წიგნი აქვს დაწერილი საბჭოთა კავშირზე იურჩაკს ეს იყო სამუდამოდ სანამ არ დასრულდა, ესე ქვია. იქ აღწერს ამას ყველაფერს ძალიან დეტალურად და იგივე შეიძლება ითქვას აი პუტინიზმის იდეოლოგიაზეც, ხო? ეს არის რაც ნაკრები სხვადასხვა იდეების, რომლებიც აღებულია, ვთქვათ, კი რუსეთში არსებობს ეს ტრადიცია სახელმწიფოებრიობის გაღმერთების და მონარქიის გაღმერთების რუსეთის იმპერიიდან და მონარქიიდან მომავალი, რომელიც ცხადი არის ამ იდეოლოგიის ნაწილი. ამ იდეოლოგიის ნაწილია, ვთქვათ, გარკვეული მართლმადიდებლური ეკლესიიდან წამოსული ფასეულობები და ღირებულებები არის, ვთქვათ, სტალინიზმიდანაც აღებული რაღაც გარკვეული ელემენტები, უფრო ალბათ გვიანდელი სტალინიზმიდან, რომელიც უკვე ესეთი ველიკოძერჟავული იყო და უფრო ნაციონალისტური დისკურსის მატარებელი და არა ვთქვათ და არ აპელირებდა ვთქვათ უკვე მარქსიზმზე და ინტერნაციონალზე და ასე შემდეგ. მაგრამ არის ვთქვათ ესეთ ერთ-ერთი მთავარი კონცეფტი, რაც პუტინიზმის ნაწილია, ხო? პუტინის უმრავლესობა, რომ არსებობს რაღაც შრომის მოყვარე ქრისტიანი რუსების დიდი ნაწილი, რომლებიც მხარს უჭერენ არსებულ ხელისუფლებას, უბრალოდ ისინი არ ჩანან, ისინი არიან დუმარე უმრავლესობა. ეს არის პირდაპირ აღებული ამერიკელი კონსერვატორების ნარატივიდან. რეიგანი ამათ უწოდებდა მორალურ უმრავლესობას, მაგალითად, და აი ტაკერ კარლსონი ჩავიდა ინტერვიუში. იყო ჩასული. პუტინთანაც ჰქონდა ინტერვიუ. აი ზუსტად ეს არის, თქვათ, ამერიკული კონსერვატორების ნარატივი, რომ არის რაღაც ლიბერალური უმცირესობა და არის ამერიკული ხალხის უმრავლესობა, რომელიც ემხრობა ამერიკულ ცხოვრების წესს და თქვათ არ უჭერს ხარს deep state დევიაციებს ბრალებში, ხო, რაღაც ფემინიზმს. ხო, ნუ არ წვენია საკუთარი წარსულის და ასე შემდეგ. ეს არის პირდაპირ იქიდან გადმოკოპირებული. სალავიოვი უწოდებს ამათ 2% ნეხვის თუ რაღაცა, ნუ არის უმრავლესობა რუსების და არის ეს 2% და თან ხდება მტრის როგორი ფორმირება, ხო, რომ ეს მტერი არის არაშენი საზოგადოების ნაწილი, არამედ რაღაც უცხო აგენტი, რომელიც სხვა იმის როგორი ახლობელი რეალობა. მის მიმართ არანაირი არ უნდა გაგიჩნდეს.
ხო, აი, აგენტი ახსენე და ალბათ ბალოტნაიას ამბები და იმ დროინ ან როგორ დაიწყო ეს უცხოური აგენტების გამოვლენა, რას უკავშირდება, რაღაც როგორ აპროტესტებდა ამ ყველაფერს რუსი ხალხი და როგორი რეალობა დადგა დღეს ეს მთლიან. ხო, ბალოტნაიას ამბოვი რატო დაიწყო, ჯერ საერთოდ ეგ ვთქვათ და რატო დაჭირდა ანუ პუტინის ესე ვთქვათ რეჟიმს ეს ეგეთი შემოტრიალება რა რომელიც ანუ შენ როგორც თქვი იყო აბსოლუტურად ამორფული ანუ რაღაცა კონკრეტული კრიზისის გადაჭრა ანუ კონკრეტული პოლისის ესე ვთქვათ კურირება და უცებ მე აქედან ხდება ანუ სულიერებაზე იწყებენ საუბარს, ტრადიციულ ღირებულებაზე და რაღაცა იდეოლოგიურ უცხო ძალებზე და ამ შემდეგ. ხო, ბალოტნაიას აქციები დაიწყო დუმის არჩევნების შემდეგ 2011 წელს, სადაც დაფიქსირდა ამ არჩევნების გაყალბების მრავალი შემთხვევა, ვიდეო კადრები დაიდო ძალიან ბევრი და ნუ ამის წინააღმდეგ იყო და თან დაემთხვა იმ პერიოდში მოხდა ეს როქირება ისევ, რომ მედვედევმა განაცხადა, რომ ის დატოვებდა პრეზიდენტის თანამდებობას და პუტინი დაბრუნდებოდა მორიგი ორი ვადით, რომელიც მე კიდე გაგრძელდა საკონსტიტუციო განულების შემდეგ. ნუ რეალურად ეს იყო უფრო აი წინააღმდეგობა იმ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, რომელიც ყარდებოდა რუსეთში. უბრალოდ აი მაშინაც მოხდა ეს ორი რუსეთის ნარატივის წამოჭრა, რომელსაც ორივე მხარე უწყობდა რეალურად ხელს, უწყობდა როგორც ხელისუფლება, რომელიც ну, აქციები ძირითადად მიდიოდა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში, დიდ ქალაქებში და მათ უპირისპირებდნენ, თქვათ, ჩვეულებრივ მაშინ გამოჩნდა ესეთი ტიპი იყო ხოლმანსკი, რომელიც იყო ურალში ერთ-ერთი ქარხნის ცეხის ხელმძღვანელი, რომელიც გამოდიოდა და იძახდა, რომ აი ეს ქალაქის რაღაც გაქსუებული ხალხი როგორ რევს ქვეყანაში სიტუაციას და ჩვენ აქ პატიოსანი მშრომელი ხალხი ცუდ დღეში ვართ და ასე შემდეგ ეს ხოლმანსკი შემდეგ პოლიტიკოსი გახდა და რეგიონულ დონეზე საკმაოდ ესეთი თანამდებობები დაიკავა, ანუ გასაგები იყო რომ ეს მართული ფიგურა იყო ჩვეულებრივად, მაგრამ ამ ნარატივის ფორმირება ხელისუფლების მხრიდან მაშინ დაიწყო ძალიან აქტიურად რომ ხო, რომელიც ხო აი ხო რუსი რომელსაც უნდა სტაბილურობა, უნდა რაღაც სარწმუნოება, ტრადიციული ფასეულობები, ოჯახი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მეორე მხარეც ძალიან უწყობდა ამას ხელს მთელი თავისი სტატიებით, პუბლიკაციებით და ასე შემდეგ. მე ყოველთვის ამას საუბრობს ყოველთვის მახსენდება ეგეთი მოთხრობა 2002 წლის. ტატიანა ტოლსტაის აქვს დაწერილი კედელი. თავშორის გამოქვეყნა ჟურნალში, რომელსაც ერქვა სნობი. ესეც ანუ ნიშნულოვანი ფაქტორია. ნუ მთელი მოთხრობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ავტობიოგრაფიული მოთხრობაა, ანუ ეს ტატიანა მუშაობს სახლში და იწყებს სახლში რემონტს. და ანგრევს კედელს, ესეთ ოთახს, სამუშაო ოთახსა და სამზარეულოს შორის. სადაც არის მისი მოსამსახურე და ანუ ეს კედლის დანგრევით მთელი დღის განმავლობაში ის და მოსამსახურე არიან ერთ სივრცეში. ნუ ეს მოსამსახურე არის ესეთი ცუდი მანერების მქონე, სოფლიდან ჩამოსული ქალი, რომელიც მთელი დღე საუბრობს, არ ჩერდება მთელი დღე, ამას უშლის ხელს მუშაობაში, ვერ ახერხებს ეს საკმარის ფულის გამომუშავებას და მოთხრობა თავდება იმით, რომ აგდებს ამ მოსამსახურეს და ნუ არსი თვითონ ამ ნაწარმოებში რომ მე ამ კედლის დანგრევით მარტო ოთახში კი არ დავანგრე კედელი, მე დავანგრე კედელი ორ რუსეთს შორის. და ეს ორი რუსეთი როცა აღმოჩნდა ერთ სივრცეში, იმათ ვერ აიტანეს ერთმანეთი, ანუ მეორე მხრიდანაც ძალიან აქტიურად ხდებოდა ამ ნარატივის გაძლიერება, რაც ცალსახად არასწორი იყო, შემდგომ ძალიან კარგად გამოჩნდა ეს. ამიტომაც იყო რომ ბალოტნაიას აქციების ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო რომ ის ვერ გაცდა, ასე ვთქვათ, რაღაც ამ ქალაქის, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან მასშტაბური აქციები იყო, ზამთარში დაიწყო ეს პროტესტები, დეკემბერი, იანვარში, ანუ რუსეთის ტემპერატურა ვიცით ახლა რა მინუსზე ჩადის მაშინ როცა გამოდიოდა 150-200,000 კაცი, ეს ძალიან დიდი რიცხვია. ნაპოლეონი მოინერვა ყოველგვარად გამოვუმეტა. ხო, მაგრამ ვერ გაცდა მოკლედ ამ რაღაც ქალაქის განათლებულ კლასს, როგორც თავის თავს უწოდებდნენ, მაშინ მე ამას პლუს მოყვა ეგ საკოორდინაციო შტაბში იყო ძალიან დიდი განხეთქილება, იმიტომ რომ ყველა იყო ამ საკოორდინაციო შტაბში. დაწყებული ალექსეი ნავალინა, დამთავრებული სერგეი უდალცოვი, თუ იცით, ესეთ მემარცხენე პოლიტიკოსი იყო, რომელიც შემდეგ დაიჭირა, შემდეგ გამოვიდა ხომ სუჭერს ხარს და ასე შემდეგ. და ამ
ორგანიზაციული ქაოსის პრობლემა იყო ქალაქებში ჩაკეტვის პრობლემაც, პლუს ხელისუფლებამ ჩართო უკვე რეპრესიული აპარატი, აი ბალოტნაიას საქმე და აგენტების კანონი მოყვა სწორედ ამ ბალოტნაიას. აქციებს მაშინ აგენტების კანონი ძალიან ისეთი იყო. მართლა არაფერს არ ითხოვდა დარეგისტრირების გარდა და რუსეთში თავიდან ეს რაღაც სიხარულითაც მიიღეს, რომ ეს იყო რაღაც ისეთი კარგი ტიპობის მაჩვენებელი, რომ მე აგენტი ვარ, ესე იგი რაღაც ეგეთი ტენდენცია ისე დაუძროზე. ხო, ანუ რამდენიმე გამორჩეული ფიგურა ვარ, ანუ იностранный агент. ხო, არ თანამშრომლობ ხელისუფლებასთან. მაშინ იყო ეს სისტემური და არასისტემური ოპოზიციის დაყოფა და ამ არასისტემური ოპოზიცია შეიძლება ყოფილიყო სრულიად ფაშისტური შეხედულებების მქონე ადამიანი, მაგრამ უკვე კარგ ტიპად ითვლებოდა, იმიტომ რომ კრემლისგან არ იღებდა, თქვათ, დავალებებს და ეს აგენტებიც თავიდან ასე წავიდა და ეს ამ აგენტების კანონმა ისეთი სახე მიიღო, რომ რუსეთს აბსოლუტურად ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება მოხვდეს მისი ზემოქმედების ქვეშ, იმიტომ რომ არის კიდე გავლენის უცხოური გავლენის ქვეშ მყოფი, რაც შეიძლება იყოს წიგნის წაკითხვა, უცხოური ამ ფილმის ყურება, რაღაც ვიღაცასთან საუბარი და აგენტთან აფილირებული სია ცალკე არის, რომელიც თქვა მასთან რაღაც საქმიან ურთიერთობაში იმყოფება და ასე შემდეგ. და პლუს ის აკრძალვების სია, რაც მათ ეკრძალებათ, ხო, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თქვა, სწავლება, სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება და ასე შემდეგ. ეხლა ზენფირა იყო ჩამოსული იმაში ბათუმში. ჩამოდის. თუ ჩამოდის და ანონსში ხო, იქ Facebook-ზე ანონსში ეწერა აგენტია რაღაც ხო. ხო, ეგ უნდა დააწერო. არა და ხო რუსეთში არ ცხოვრობს რა. ხო, ვინც არ ცხოვრობს, მაინც აწერს. ნუ მე არ ვიცი, რატო ანუ ალბათ იმიტომ რომ შიდა ბაზარზე მაინც კონდეს წლო. თორე იქ შეიძლება შიდა დააცენზურა. აი, მოკლედ აი ამ იდეოლოგიის ამბავს რომ გაუყვეთ პრინციპში, ხო, აი ეს რუსული სამყაროს ცნება რაცა, ხო, აი ტაკერ კალსონის და დუგინის ინტერვიუ ახსენეთ, სადაც იქ დუგინი ეგეთ რაღაცას ამბობს, რომ აი რუსული სამყარო ესეთია, ამ გლობალისტებს ეწინააღმდეგება და ანუ ჩვენ ვართ განსაკუთრებულები იმით რომ გვაქვს განსხვავებული ღირებულებები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რა არის ეს რუსული სამყაროს კონცეფცია, მოკლედ და როგორ გამოიყენება რა აი ამ გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ ჭიდიკში. ახლა დაემატა ამას ახალი კიდე ქვეყანა ცივილიზაციის კონცეფცია, რომ ეს არის რაღაც ქვეყანა ცივილიზაცია, რომელსაც აქვს გამორჩეული ცივილიზაციური ნიშნები, განსხვავდება თქვა როგორც დასავლეთისგან, ასევე აღმოსავლეთისგან და არის რაღაც უნიკალური პროექტი. თვითონ რუსული სამყაროს იდეა 90-იანი წლების იდეა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და დაიწყო იმ იდენტობის ძიება და ერთ-ერთი ავტორი იყო შედროვიცკი იყო ეგეთი ფიგურა, მეთოდისტების ლიდერი იყო საბჭოთა კავშირის მეთოდისტები, მაგრამ ძალიან ისეთი სერიოზული პოპულარობით სარგებლობდნენ, მარტივად რო ახსნე იყვნენ იმ პერიოდის კოუჩები, რომელიც რაღაც ტრენინგებს ატარებდნენ და ამ ტრენინგებზე მიდიოდა რაღაც როლური თამაშები და ესეთი რაღაცები და ეს იყო საბჭოთა კავშირში რაღაც წარმოუდგენელი მოვლენა და როგორც წერენ ქარხნები რაღაც რიგებში დგებოდნენ რომ ამათ ტრენინგებზე მომხდარდნენ. აი შედროვიცკიმ წამოაყენა ეს კონცეფცია, მაშინ დაუპირისპირა სერბულ კონცეფციას, სერბეთი როგორც რაღაც ნაციონალისტური გზით ვითარდება, ჩვენ ვითარდებით სხვა გზით. რუსულ სამყაროს რამდენიმე სხვადასხვა სახე ჰქონდა. თავიდან ეს იყო დიასპორა. პუტინი როცა პირველად ახსენებს რუსულ სამყაროს, ის მიმართავდა რუსულ დიასპორას, რომ რუსეთი ერთვება ბრუნდება მსოფლიო ეკონომიკაში, ან დასრულდა ეს საბჭოთა კავშირის პერიოდი და ეს მდიდარი რუსული დიასპორა, გასაგებია რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ეთნიკური რუსები, ლონდონში, ნიუ-იორკში და არა ვთქვა დონბასში ან ჩრდილოეთ ყაზახეთში, უნდა იყოს რუსეთის რაღაც ესეთი რესურსი, რომელმაც უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია რუსულ ეკონომიკას, რუსულ კაპიტალს. და ამ კუთხით გამოიყენებოდა საწყის ეტაპზე. ნუ შემდეგ უკვე როცა დაიწყო ფერადი რევოლუციები პოსტსაბჭოთა სივრცეში, უკვე რუსეთშიც ის ცვლილებები, რადგან ვისაუბრეთ, რუსული სამყარო გადაიქცა ესეთ რბილი ძალის ინსტრუმენტად, რომ თქვათ თუ დასავლური რბილი ძალა არის ეს რაღაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია და ასე შემდეგ, ჩვენი რბილი ძალა პოსტსაბჭოთა სივრცეში არის რუსული ენა, რუსული ლიტერატურა, კულტურა, საერთო ბრძოლა დიდ სამამულო ომში და ასე შემდეგ და ის ადამიანები, რომლებიც ამ რაღაც სენტიმენტებს განიცდიან, ну განსაკუთრებით ცხადია ეს იყო ეთნიკურ რუსებზე მიმართული. მოგვიანებით უკვე 2014 წლიდან და უკრაინაში უკვე
უკრაინის აღმოსავლეთ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთ ომის დაწყების შემდეგ ეს უკვე ცალსახად ირედენტიზმის კონცეფციად ჩამოყალიბდა, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ისტორიული რუსული მიწები უნდა დაბრუნდნენ რუსეთის შემადგენლობაში, რომ არის რაღაც რუსული სამყარო, რომლის საზღვრებიც ბუნდოვანია, დუგინს აქვს ჩაწერილი პოზნერთან ინტერვიუ ძალიან ადრე და იქ რუსულ სამყაროს საზღვრები ესე მოხაზა, რომ ეს არის საბჭოთა კავშირი მინუს ბალტიისპირეთი და უკრაინის დასავლეთი. და იქ პირდაპირ ამბობს, რომ იყო პერიოდი, როდესაც რუსული სამყაროს საზღვრები სცილდებოდა მის რეალურ საზღვრებს. მაგალითად, რუსეთის იმპერიის დროს ჩვენო პოლონეთი გვეკავა და ფინეთიო, მაგრამ ის არ იყო ჩვენი ორგანული ნაწილი, ამიტომ ჩამოგშორდაო. ნუ ეხლა დღეს რა არის და რა განიხილება ამ იმაში ცოტა ნდოვანია. ხო, პუტინმა საზღვრები მეფის რუსეთის საზღვრებზე როცა უკრაინაში შეჭრამდე ამაზე ისაუბრა, რომ უკრაინა საერთოდაც მის ორგანული ნაწილი იყო და მეფის საბჭოთა კავშირზე კი არ უსაუბრია, ისაუბრა უფრო აი მეფის რუსეთის დროს პოლონეთიც შედიოდა, მაგრამ ამიტომ ეს რუსული სამყარო ახლა რეალურად არის ამ მთელი ეს კონცეფცია, რაც დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა, არის ყველა წინა კონცეფციის ნიველირება, იმიტომ რომ მაშინ ამ რუსული როგორც რბილი ძალის ინსტრუმენტადაც განიხილებოდა რუსული სამყარო, მთელი ფონდები იქმნებოდა, თქვათ, რუსკი მირი, ფედერალური სააგენტო შეიქმნა, როსატროდნიჩესტვა. მთლიანად ამის Russia Today მაშინ გაკეთდა და ასე შემდეგ, როგორც რაღაც კონსერვატორული ექსპერტების ქსელს ქმნიდნენ ევროპაში და ასე შემდეგ. ახლა ცხადია, რომ ეს ამ ყველაფერმა აქტუალობა დაკარგა ბაქოში, როსატროდნიჩესტვას ერთ-ერთი ოფისი დახურეს რამდენიმე თვის წინ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ პირდაპირ აგენტებად გამოაცხადეს და ასე შემდეგ. რუსული სამყარო ახლა არის აი ეს რაღაც სურკოვი უძახის, რომ ეს არის ადგილი, სადაც ეშინიათ რუსული იარაღის და პატივსცემენ ვლადიმირ პუტინს. ჩამოყალიბებული კონცეფცია არ არის, მაგრამ ჩანს, რომ ეს არის რაღაც აი საგარეო პოლიტიკის ხაზის ერთ-ერთი გაგრძელება, რომელიც საზღვრების დამთავრდება იქ, სადამდეც მივა რუსული არმიასა. ხო, ხა აი პატივსცემენ ვლადიმერ პუტინს ვთქვი და ზუსტად მაგაზე მინდა კითხვა დავსვა, აი რუსეთში რა ტიპის მმართველობა გვაქვს? ხო, ანუ პუტინის სისტემა როგორია? ანუ შეგვიძლია ვთქვათ, როგორი იყო მაგალითად ცოტა ხნის წინ და დღეს. ხო, აი რას გულისხმობ? ანუ აგებულია ეს სისტემა პირად ლოიალობაზე და ერთგულობაზე, თუ მაინც არსებობს რაღაც ტიპის ინსტიტუციური წესრიგი და ინსტიტუციური მემკვიდრეობა, რომელიც ალაგებს რა რაღაც პრობლემებს, თუნდაც ვთქვათ პუტინის გვერდისავლით. და ანუ ეს სისტემა რამდენად არის მის პერსონალურად პუტინზე მიბმული, აი პუტინი რო ერთ დღეს რო წარმოვიდგინეთ რომ აღარ იყოს, რამდენად აქვს რუსულ აი პუტინის რუსეთს იმის შანსი რომ გადარჩეს პუტინის გარეშე. ან ძალიან არის მორგებული იმ კუთხით რომ დიდწილად მის პერსონალურ კომფორტზეა შექმნილი. უკრაინასთან ხომ მიდიოდა ხომ ტრამპის მოსვლის შემდგომ ეს მოლაპარაკებები, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკების რაღაც ეტაპი დაიძრა აი ბოლო მემორანდუმი, რაც წარმოადგენდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს არ იყო მიმართული არც ტრამპისადმი და არც უკრაინისადმი, ეს იყო ცალსახად პუტინისადმი მიმართული, ანუ ეს რაღაც დიპლომატიის როგორც დარგის გაუქმებას ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოემსახურა პუტინს, რომ წარუდგინა ის მემორანდუმი, რომელიც რომელსაც ის პუტინი როდესაც წაიკითხავდა, გაეცნობოდა, მას მოეწონებოდა. და არ ქონდა მას მნიშვნელობა, რას ფიქრებდა ამაზე თქვა ტრამპი, ზელენსკი ან სხვები. თვითონ რუსეთში ძალაუფლების სისტემა ძალიან შეიცვალა ომის შემდეგ. ომამდე კვლევარები ძირითადად გამოყოფდნენ 5 სერიოზულ ჯგუფს, რომლებიც სხვადასხვა დონის გავლენას ფლობდა. ხო, შენ სტატიაში წავიკითხე, წერდი, რომ ომის მერე პუტინი აღარ ინტერესდება ამ შიდა ამ. მანამდე იყო, თქვათ ეს იყო 5 დიდი ჯგუფი. პირველი ეს იყო, რასაც უწოდებდნენ პუტინის ამალას, ეს არის ადამიანები, რომელთანაც მას ჰქონდა ყოველდღიური შეხება. მისი სამდივნო პირადი დაცვა, შემდეგ რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან მისთვის პერსონალური კომფორტის შექმნას. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ვიღაც რიგითი მცველია და არაფერს არ წარმოადგენს. ამ რიგითი პერსონალური დაცვის წევრების დიდი ნაწილი შემდგომ გუბერნატორი გახდა. მათ შორის ალექსეი დიუმინი, რომელიც მაგალითად პუტინის ერთ-ერთ ალტერნატივადაც განიხილებოდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, შეხა ტულის
ოლქის გუბერნატორი და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანები შემდგომ კარიერულ ძალიან ერთგული. ხო, ეს არის მისი, ვისაც ის ყოველდღე ხედავს. შეიძლება რომელიღაც მინისტრს არ ხედავდეს ყოველდღე, ამ ადამიანებთან ყოველდღიური შეხება ჰქონდა. მეორე იყო მისი უშუალო მეგობრები, რომლებიც მას გამოყვნენ ან სპეცსამსახურებიდან, როგორც ეგორ სეჩინი, ან სანქტ-პეტერბურგის მერიიდან, როგორც თქვა ჩემეზოვი და ასე შემდეგ. ნუ აი როტენბერგები, ძმები კოვალჩუკები. ეს არის ადამიანები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ყველაზე სერიოზული ეკონომიკური სექტორები. სეჩინი მაგალითად ხელმძღვანელობს როსნეფტს და ეს ხადარკოვსკის ნავთობკომპანიის განადგურება და შემდგომ ის ფაზაზე სახელმწიფო როსნეფტის ჩამოყალიბება, სწორედ სეჩინის ხელში მოხდა მთელი ეს პროცესი. რომ წარმოვიდგინოთ ამ ადამიანების გავლენა, მაგალითად სეჩინმა მოახერხა და ეკონომიკის მინისტრი დააჭერინა ულუკაევი თავის დროზე. ჩემეზოვი ხელმძღვანელობს როსტეხს. როსტეხი არის აი ტექნოლოგიური კონცერნი, რომელსაც სამხედრო სამრეწველო კომპლექსთანაც აქვს ძალიან დიდი შეხება, ჯანდაცვის სექტორთანაც, კოვალჩუკები მედიას კურირებენ, როტენბერგები ტენდერებს, ეს ტენდერები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვა სოჩის ოლიმპიადის დროს, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ხელთ თანხებზე იყო საუბარი. ეს არის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილია, რომლებიც საჯარო პოლიტიკაში იყვნენ, თქვა მედვედევიც პუტინს დიდი ხანია მოყვება. ჯერ კიდევ ძველი დროიდან დმიტრი კოზაკი იყო ეგეთი ფიგურა, რომელიც მათ შორის კოზაკის მემორანდუმი არსებობს დნესტრისპირეთის მოგვარებაზე, დონბასს კურირებდა ერთი პერიოდი. ცნობილია იმით, რომ აი ეს ცნობილი საბჭოები იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე. იქ იყო ერთ-ერთი, რომელმაც დააფიქსირა აზრი, რომ ჯობს მოველაპარაკოთ, ცადოთ დასავლეთთან მოლაპარაკება კიდევ ერთხელ და იმის შემდეგ კოზაკი დიდი ხანი არ გამოჩენილა. რაც ცოცხალი არის, მაგრამ ნუ აქტუალური ფიგურა არ არის. და არიან კიდევ მისი რაღაც პირადი მეგობრები, რომლებიც რაღაც კერძო ბიზნესში არიან ჩართული. გენადი ტიმჩენკოა ყველაზე ცნობილი, რომელიც ნოვატექს ხელმძღვანელობდა და გაზპრომის ალტერნატიული გაზის კომპანია. ეს არის მეორე ჯგუფი. არის ბიუროკრატების ჯგუფი, ანუ სახელმწიფო მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები, რომლებიც პუტინთან ერთად არ მოსულან ძალაუფლებაში, მას დახვდნენ იქ. მაგალითად სერგეი ლავროვი ის იყო მანამდე სერგეი შოიგუ, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო დიდი ხნის განმავლობაში. შოიგუ ელცინის დროსაც მინისტრი იყო საგანგებო სიტუაციების სამის. ანტონ სილვანოვი, ფინანსთა მინისტრია, ელვირა ნაბიულინა შეიძლება ბევრმა გაიგო რუსეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, რომელმაც გადაარჩინა რუბლი ამ турбулентობის დროს და ასე შემდეგ. ნუ ადამიანები, რომლებმაც რაღაც თავისი პროფესიული საქმიანობით დაიმსახურეს მისი ნდობა და რომლებიც ლავროვი 20 წელზე მეტია უკვე საგარეო საქმეთა მინისტრია, სილვანოვი მე მგონი 17 წელს მიუკაკუნებს მალე ფინანსთა მინისტრობის და ასე შემდეგ. ნუ არიან კიდევ ტექნოკრატები, რომლებიც რაღაც კონკრეტულ საქმიანობას, კონკრეტულ სფეროებს ასრულებენ, მაგრამ მათი როლის მნიშვნელოვნად იზრდებოდა, ვთქვათ. მარატ ხოსნულინი ძალიან მნიშვნელოვანი ვიცე-პრემიერი იყო და თან კარგად ადაპტირდა პუტინთან. სერგეი კირიენკო გამორჩა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვინც დახვდა პუტინს. ერთი პერიოდი ვიცე-პრემიერ-მინისტრი იყო რუსეთის და დეფოლტი რო გამოაცხადა რუსეთს, რეალურად დეფოლტამდე რამდენიმე თვით ადრე დანიშნეს და მას შეტენეს ეს დეფოლტი და მე გაათავისუფლეს, მაგრამ მანამდეც იყო. ნუ ეს ტექნოკრატების ჯგუფი, რომელსაც პუტინისთვის აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულება იმ კუთხით, რომ მისთვის არ წარმოადგენენ პირადად მისთვის ღირებული არ არიან ეს ადამიანები. ხო, ეს არიან მისი მეგობრები, რომლებიც რაღაც დიდი ხანია მოყვებიან და ვთქვათ მათთან კონფლიქტის დროს შეიძლება თავი შეიკავოს, ხო, მათთან. ესენ შეუძლია ძალიან მარტივად გაათავისუფლოს და ასე შემდეგ. ნუ აქ შედიან ვთქვათ გუბერნატორების დიდი ნაწილი, მოსამართლეების დიდი ნაწილი, ნუ ალბათ უზენაეს სასამართლოს გარდა რეგიონების ხელმძღვანელები ძირითადად, ნუ თუ არ ჩავთვლით ძალიან საკვანძო რეგიონებს, ხო, ვთქვათ კადიროვს ჩეჩნეთში ან სობიანინს მოსკოვის მერს ან ბეგლოვს, ვთქვათ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს, ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონები, რომელიც არის. და იყო კიდევ ჯგუფი, რომელსაც უწოდებდნენ ახრანიწელებს, დამცველებს, რეჟიმის დამცველები. ეს არ უნდა გავათანაბროთ უშუალოდ ძალოვანებთან, მაგალითად ნიკოლაი პატრუშევი იყო ეგეთი. რომელსაც ძალოვანი რესურსი არ გააჩნდა, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და ასე შემდეგ. ისინი უფრო იდეოლოგიური კუთხით, რომლებიც ემხრობოდნენ რეჟიმის კონსერვაციას, კიდევ უფრო მეტი რეპრესიული კანონების მიღებას და ასე შემდეგ. ეს იყო ომამდე დაახლოებით როგორც ფუნქციონირებდა ეს ვერტიკალი, ეს ხუთი რაღაც ჯგუფი, რომელიც ერთმანეთში ინაწილებდა, ვთქვათ, ქონებას, პოლიტიკურ თანამდებობებს და ასე შემდეგ. იმ კუთხით რა ლოიალობასაც ისინი აჩვენებდნენ, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა ომის
დაწყების შემდეგ, რადგანაც ერთი მხრივ პუტინი არის რაღაც კუთხედი ამ სისტემის, რომ მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ სტაბილურობა დაკარგა სისტემამ, სტაბილურობაში რას გულისხმობა? არა იმას, რომ თქვა ჩამოიშალა ახლა მართლობის სისტემა რუსეთში და ეკონომიკა ჩამოინგრა და ასე შემდეგ ესეთი რაღაც არ მომხდარა. უბრალოდ არიციან მართველი ელიტის წარმომადგენლებმა რას უნდა ელოდონ ხვალ. ეს შეიძლება იყოს ბირთვული ომი, შეიძლება უცხო ქვეყნის ჯარი შემოიჭრას რუსეთში კურსკის ოლქში რომ შეიჭრა უკრაინა. ეს შეიძლება იყოს დიდი ამბოხება, თქვა პრიგოჟინი რომ დაიძრა ტანკებით და ასე შემდეგ. ამ ვითარებაში თუ ადრე პასიურობა იყო დაფასებული და შენი საქმის კეთება, ეხლა ბევრმა დაიწყო გააქტიურება. იმიტომ რომ როგორც თქვი, პუტინი ჩამოშორდა რეალურად საშინაო პოლიტიკის საკითხებს. ეს ომამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, როდესაც ის უკვე პესკოვი უწოდებს ამას, რომ ეს თემები არ არის პრეზიდენტის დონის. თუ გინახავთ პუტინის რამდენიმე პრესკონფერენცია იმართება ხოლმე, ან მოსახლეობის კითხვებს პასუხობს, როცა ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს, ის ყოველთვის ანთებული იყო, როდესაც იწყებდა საუბარს ცივილიზაციებზე, ისტორიაზე, საგარეო პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკურ გადანაწილებაზე, მაგრამ თუ ეკითხებოდნენ შაქრის ფასი რატო გაიზარდა, სპეციალისტებისგან ამის ამართებდა ხოლმე ეგეთ შეკითხვებს. ეს არა მისთვის მისი დონე, ხო, როგორც პესკოვი უწოდებს. განსაკუთრებით ომის შემდეგ ის მთლიანად უკვე ამ საკითხზეა გადართული და გარდა იმისა, რომ მისთვის არასაინტერესო თემებს არ ეხება, დაკარგა ეს არბიტრის როლით სისტემის შიგნით, ხო? რაღაც თავარი მომგვარებლის როლი, რომელთანაც საბოლოოდ მიდიოდა ყველა მხარე, ხო? თქვა გაზპრომი და როსნეფტი რომ დაიტაკა თავის დროზე ერთმანეთს, პუტინმა დაალაგა მათ შორის ურთიერთობა. და ეს რაში გამოიხატება, მაგალითად იგივე აი პრიგოჟინის ამბოხშიც, ხო, დიდი ხნის განმავლობაში პუტინი ამ დაპირისპირებას, რომელიც აშკარად ჩანდა და ყველა უყურებდა ამ კადრებს პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის, ის უყურადღებოდ ტოვებდა, რომ ერთი მხრივ თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა დაეჭირა მხარი, რადგანაც ეს იყო რაღაც წამყვანი ინსტიტუტი ომის დროს, მეორე მხრივ ამ ვაგნერზეც არ უნდა და უარის თქმა და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მოსკოვამდე მივიდნენ ლამის ტანკები, ანუ დასრულდა არასასიამოვნო შერყევით რეჟიმის შიგნით. იგივე იყო Wildberries-ის საქმე, როდესაც ერთმანეთს დაიტაკა, ვთქვათ, სულეიმან ქერიმოვი, რომელიც სენატორია და მსხვილი ბიზნესმენი და კადიროვი და ეს დასრულდა კრემლიდან 200 მეტრში შეტაკებით და იქ მკვლელობებით და დიდი სროლით ერთ-ერთ საოფისე ცენტრში და ასეთი დაპირისპირებები, ასეთი კონფლიქტები მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა ფიგურებს შორის, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ეს არის მაინც ჯერ კიდევ გაურკვეველი სისტემა, რადგანაც ქვეყანა ჩაბმულია ლამის ნახევარსამყაროსთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, პლუს რესურსები ქვეყნის შიგნით არიცი. გასაგებია, რომ სანქციები არ ჩამოანგრია ქვეყანა, მაგრამ ეს მაინც ურტყამს სამომავლო განვითარებას ნებისმიერ შემთხვევაში. რესურსები მცირდება, შენ არიცი რა ამ შემცირებადი რესურსების პირობებში, როდესაც ხვები აქტიურდებიან, შენ რაც გაქვს იმასაც ხომ არ დაკარგავ და იწყება ეს ყველას აქტიურობა, მედვედევია ძალიან გააქტიურებული, რომელიც ბევრ სფეროში ერევა, სერგეი კირიენკო, რომელიც ახსენე ახალ ჩაბარდა მას პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობაც, რამდენიმე თვის წინ და ანუ სისტემა უკვე ფუნქციონირებს ქვეყნის შიგნით უშუალოდ. ისე რომ პუტინს არ აქვს მასზე მნიშვნელოვანი გავლენა. არ აქვს გავლენა ერთი მხრივ, იმიტომ რომ ის არ იყო ამით დაინტერესებული და მიუშვა ესე თქვა რაღაც ეს თვითდინებაზე, რომ შიგნით ჩათვალა რომ ეს ვერტიკალი უკვე იმდენად არის ფორმირებული, რომ იქ არანაირი ბზარი არ იქნება და მეორე არ აქვს, იმიტომ რომ თვითონ შიგნით ადამიანები არიციან რა იქნება ხვალ ამ ელიტის წარმომადგენლებმა და ფიქრობენ რომ მათი აქტიურობა უფრო მნიშვნელოვანია YouTube-ის საკითხიც რუსეთში როგორ გადაწყდა ჯერ არის გადაწყვეტილა საბოლოო ჯამში ესეც მნიშვნელოვანია ხო თქვა კადიროვი და ვიღაცები ითხოვდნენ რომ ეს უნდა აეკრძალათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ის საშინაო პოლიტიკის ბლოკი რომელსაც აი კირიენკო კურირებს ის ითხოვდა რომ ეს მაინც YouTube მნიშვნელოვანია რუსებისთვის ყველაზე ესეთი პოპულარული სერვისია პლუს შეიძლება პროპაგანდისტვის მისი გამოყენება არ უნდა აიგრძალოს და საბოლოოდ მივიდა იქამდე რომ შეანელეს YouTube-ის მუშაობა და გაართულეს მისი საქმე რომ საბოლოოდ ალბათ აკრძალავენ ლოგიკა ესე მოითხოვს გაგრძელების მაგრამ ესეც აჩვენებს იმას რომ თქვათ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები წდება ისე რომ თქვათ პუტინი გვიანერევა ამ საკითხების გადაწყვეტაში ხო თქვათ თავის დროზე ამ Wildberries დაუჭირა მხარი ის Wildberries-ის საკითხი იყო პუტინს წარუდგინეს როგორც რუსული ამაზონის პროექტი და ის დიდი სიხარული და აღფრთოვანებით შეხვდა ამას, მაგრამ შემდეგ როდესაც აქ გაირკვა რომ კადიროვიც იყო ჩარეული და სროლა ატყდა და რაღაც, ჩავიდა და კადიროვსაც ესტუმრა, ანუ რაღაც
რეაგირება პოსტფაქტუმ მოახდინა რეაგირება ისე როგორც თქვა პრიგოჟინის შემთხვევაზე. ამიტომ ანუ გარედან ეს ვერტიკალი გამოიყურება საკმაოდ ესე ყარად რომ გაუძლო თქვა სანქციებს, რომ ომს აგრძელებს და შეუძლია კიდევ თქვა ამ ომის გაგრძელებას ავარყოთ რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ მოსახლეობა ამ ომს უჭერს მხარს და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ შიგნით არის საკმაოდ ისეთი აქტიური და მჩქეფარე პროცესები, რომელიც ვერტიკალის საქმიანობას ცვლის და რა შედეგებამდე მიიყვანს საბოლოოდ ამ ძალაუფლების ვერტიკალს გამოიწვევს მის ტრანსფორმაციას საბოლოო ჩამოშლას ეს რაღაც დროის საკითხია. ომი ახსენე ისე აი ომის ამბავზე რო გადავიდეთ ხო? ანუ სრულმასშტაბიანი ომი რატო გახდა საჭირო პუტინისთვის? ანუ გასაგებია თქვა 2014 წლის ამბავიც ახსენე შენ, მაგრამ მაგას თითქოს არ აუნელოდა რა ალბათ. ხო, არა, ყველა ახსნა რაც არსებობს ამ ომის ირგვლივ, ყველა ის რაღაც რაციონალური ლოგიკური ახსნა რეალურად არ არის დამაჯერებელი, ხო, თქვა, არსებობს რეალისტური სკოლის წარმომადგენლები, ჯონ მირშაიმერი და სხვაები, ხო, რომელსაც თქვა მემარცხენეების ნაწილიც ემხრობა, რომ უკრაინა, პროდასალური უკრაინა ეს იყო ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისთვის და თქვა security concerns იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს, რომ საფრთხეების გამოწვევა. ნუ რეალურად საქმე იმაშია, რომ ამ ომის შემდგომ რუსეთისთვის საფრთხეების გამოწვევები კიდევ უფრო გაიზარდა, არ შემცირებულა, თქვა. ხო, ანუ ეგ თავიდან ფინეთი და შვედეთი შევიდა ნატოში. ეგ რაციონალური ანუ ეგ პრინციპში არც არის რაციონალური ახსნა, ხო? ანუ მიშაიმერი რასაც ამბობს, იმიტომ რომ მიშაიმერის აზრით ეგ ანუ უკრაინა რაღაც რუსული სამყაროს ნაწილი არის, რუსეთის უკანაეზე უნდა იყოს, ისევე როგორც ამერიკისთვის თქვა ლათინური ამერიკა და ეგ რაღაც სამყაროს მსოფლიო მოწყობის ისეთ ბრუტალურ სურათს გვთავაზობს, სადაც ადამიანს არაფერი გეკითხება, ხო? ხო და პლუს არა არის ხო ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ახსნა ეგაა. ხო, ან პლუს საქმეც იმაშია, რომ რეალურად გაიზარდა ეს ანუ საფრთხეების გამოწვევები გაიზარდა იმ კუთხით, რომ თქვა შვედეთი და ფინეთი შევიდა ნატოში და ეს ბალტიის ზღვა რეალურად ნატოს შევიდა აგერ უკრაინის ზღვა გახდა. უკრაინა ამასთან ერთად ანუ გაძლიერდა რა. ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა. პლუს ევროპის გადაიარაღება იწყება, მათ შორის გერმანიის და ასე შემდეგ და ანუ ეს რეალურად ეს გამოწვევები გაიზარდა. ეს არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ 2014 წლის შემდგომაც იგივე მოხდა, როდესაც ნატომ თქვა აღმოსავლეთის ფლანგი გააძლიერა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკრაინასაც შეეხება ომამდე იყო ნუ მიხაილ ხოდორიონაკი იყო ეგეთი პოლკოვნიკი, რომელიც ეთერში ამბობდა, რომ ეს ომი არ იქნება ისეთი მარტივი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და ეს იქნება ძირითადად ომები ქალაქებში ომები არის ძალიან დიდი მსხვერპლი, ძალიან რთული და შემდგომ წერილი არსებობს ლეონიდ ივაშოვის, რომელიც ვეტერანთა ჯგუფის ხელმძღვანელია, გენერალი, რომელმაც მიწერა წერილი პუტინს და ურჩია, რომ ეს ომი არ დაეწყო, რადგან ეს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევდა. და ეს ადამიანები არ არიან რაღაც ლიბერალი ადამიანები, არიან ნაციონალისტი სამხედროები, რომლებიც უბრალოდ ამას უყურებდნენ წმინდა სამხედრო კუთხით, რომ ეს სამხედრო კუთხით არ იქნებოდა მარტივი. ნუ არის კიდე რაღაც მთელი რიგი სხვა ახსნები, რომ ვთქვათ, ნუ მემარცხენეები ხო ძირითადად რაღაც ეკონომიკურ მოტივებს ვეძებთ ხოლმე, რომ ეს არის რაღაც კაპიტალი, რომელიც ვერ ეტევა, თქვა კონცენტრირებული კაპიტალი და მას სჭირდება პოლიტიკური კონტროლი იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა გაფართოვდეს, მაგრამ ამასაც არა აქვს ასე თქვა რაღაც რაციონალური ახსნა, იმიტომ რომ ნუ სანქციები პლუს რუსული კაპიტალი ეს იყო გლობალურად ინტეგრირებული კაპიტალის კარგავს ახლა ამ ბაზრებს, ნუ გასაგებია რომ რაღაც ბენეფიტები მიიღო იმით რომ თქვა დასავლურმა კომპანიებმა დატოვეს რუსეთი და ეს ქონება მათ გადაინაწილეს და პლუს ის რეგიონი ხო რაც ეკონომიკურად და ყოფილიყო რუსეთის მომგებიანი რომ ეს დონბასის წიაღისეული და მისი ქარხნები ეს არის თლიანად განადგურებული, მათ აღდგენას დაჭირდება ალბათ ათეულობით წელი და მერე შეიძლება ფიქრი იმაზე რომ ისინი რაღაც მოგებას მოიტანენ. ნუ ამას ახსნა აქვს ალბათ ესეთი წმინდა რაღაც რუსულ იმპერიალიზმში უნდა ვეძებოთ ამის ახსნა. ნუ რაღაც მემარცხენე ჯგუფები თვლიან რომ თქვა რუსული იმპერიალიზმი არ არსებობს. მე ესეთი მოსაზრებაც წამიკითხავს, რადგანაც რუსული კაპიტალი არ არის ასეთი ლენინის კლასიკური თეზისის მიხედვით, ხო, რადგანაც არ არსებობს რუსული კაპიტალი, ექსპანსიური რუსული კაპიტალი, ანუ იმპერიალიზმიც არ არსებობს, მაგრამ ლენინს ამის გარდა თავის მთავარი ნაშრომის გარდა აქვს კიდევ ცალკე დაწერილი რუსულ იმპერიალიზმზე უშუალოდ, სადაც ამბობს, რომ ეს არის სპეციფიური იმპერიალიზმი, რომელიც ეფუძნება სამხედრო ბიუროკრატიულ კლასს.
რომ არსებობს სამხედროების ჯგუფი და არსებობს ბიუროკრატების და მე ტროცკიმ განავრცო ეს იდეა, თქვა რუსეთის ისტორიაზე, როდესაც საუბრობდა, რომ რუსეთი იყო სპეციფიური კოლონიური იმპერია, რომელსაც არ ჰქონდა ესეთი ბუნებრივი ბარიერები დამცავი და ამიტომაც ის თავის ამ იმპერიალიზმს ავრცელებდა მის ირგვლივ. თუ დააკვირდებთ ყველა კოლონიური იმპერია ხო ზღვის იქით იპყრობდა ტერიტორიას, რუსეთი იპყრობდა მის სამეზობლოში ყოველთვის. და რუსული იმპერიალიზმი რეალურად არსებობს, ოღონდ არსებობს სპეციფიური სახით ეს არ არის თქვა კაპიტალის ირგვლივ ორიენტირებული. ხო, რაღაც მაინც და მაინც დასავლური იმპერიალიზმის გადმოღერება უნდა არ არის. ხო, რაღაცა ყველა ტიპის თავისი საკუთარი იმპერიალიზმის ხედვა ჩამოაყალიბა, მაგრამ იმპერიალიზმია ესეც. ჩვენ საერთოდ არ ცხადია ეს არის იმპერიალიზმი, ანუ ჩვეულებრივი ესეთი რაღაც 19 საუკუნის ტიპის იმპერიალიზმი და პლუს ანუ ალბათ არ უნდა გამოირიცხოს თვითონ ფსიქოლოგიური ფაქტორებიც გარკვეული, ხო, რომელიც ამ პუტინთან არის და მის სოფლხედელობასთან, სამყაროს აღქმასთან არის დაკავშირებული. თუ გახსოვთ ომი როდესაც დაიწყო თებერვალში, აპრილში იყო, როდესაც ნეჰამერი ჩავიდა ავსტრიის კანცლერი, პირველი დასავლელი ლიდერი იყო, რომელიც შეხვდა პუტინს და ну, ხო წარმოგიდგენია, რომ თქვათ პოლიტიკოსი, რასაც ამბობს ტელევიზორში, დახურულ კარს მიღმა, იმას არ ამბობს, ხო? როდესაც გამოვიდა, შეხვედრიდან თქვა, რომ რეალურად იგივე საუბრობდნენ იქ, რომ ლენინმა შექმნა უკრაინა და ვინ მოიგო მეორე მსოფლიო ომი და ეკატერინე მეორე და ასე შემდეგ, ანუ ზუსტად იგივე ანუ ისტორიაში კი 2019 წლიდან პუტინი ძალიან გადაერთვა ამ ისტორიულ საკითხებზე და ეს მისთვის ძალიან და პლუს როგორც ამბობენ ინსაიდერული ინფორმაციები ის თulis რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებაში არის ის თაობა, მისი თაობა, რომელსაც ახსოვს უკრაინასთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება. რომელსაც ახსოვს რომ კიევი არის რუსული ქალაქების დედა და რაღაც ოდესა რუსული ქალაქი და დნეპროპეტროვსკი საბჭოთა რაკეტმშენებლობის ცენტრი და ასე შემდეგ და როდესაც ისინი წავლენ და მომდენო თაობა რომელიც ახლა ალბათ 45-40 წლის ადამიანები ის არის ადამიანები რომელსაც არ უცხოვრიათ უკრაინასთან ერთად ერთ სახელმწიფოში და მათ ეს სენტიმენტები არ ექნებათ და ამიტომ მან უნდა გადაწყვიტოს ახლა ეს საკითხი აუცილებლად იმიტომ რომ შემდგომ უკვე ამ შანსი არ იქნება ნუ ალბათ ეგეთი ცოტა ისეთი წარმოსადგენია რომ ესეთი ფსიქოლოგიური მომენტები განსაზღვრავს ამ ხელა პოლიტიკის საკითხებს, მაგრამ ნუ საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს და გამოიყურება. მაგრამ ამ ფონზე ის რომ რაღაც უკრაინის საერთოდ არანაირ უფლებას არ აღიარებენ, ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენია რომ ეს ომი როგორ შეიძლება რომ დამთავრდეს. იქით ამერიკა ტრამპიც ცდილობს რომ რაღაც სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც ანუ საერთოდ არაფერში არ მიყავს პროცესი და მეორე მხრივ პუტინია რომელიც ამბობს რომ უკრაინა საერთოდ არ აქვს არსებობის უფლება და მესამე უკრაინა რომელიც იბრძვის ომშია და უკან დასახევი გზა არ აქვს. ხო, ტრამპმა დღეს თქვა რომ ძალიან უკმაყოფილოა თქვა პუტინთან საუბრით და მისი პოზიციებით. ეგ უკვე მეათე თქვა, ანუ ჩვენებას სulis ყოველდღე რა. და ну პუტინი თვითონ სამყაროს უყურებს ეს არ არის არაფერი რამდენჯერმე აქვს თვითონ ნათქვამი რომ სამყარო მისთვის იყოფა პოლიტიკის სუბიექტებად და ობიექტებად რომ პოლიტიკის სუბიექტი არის რამდენიმე ქვეყანა ჭეშმარიტი ესეთი ძლიერი სახელმწიფოები ის ამ ქვეყნებს ასეთ ქვეყნებად მიიჩნევს იმ სახელმწიფოებს რომლებთაც შეუძლიათ დამოუკიდებლად ყოველგვარი საგარეო დახმარების გარეშე საკუთარი თავის დაცვა ასეთი ალბათ არის სოფლიოში არ ვიცი 5 ქვეყანა შეიძლება ხო? ოღონდ ბოდიში დაცვა არ ვიცი, მაგრამ შეტევა როა შეუძლია გარედან დახმარების გარეშე ეგ ფაქტია. ხო ის ჯერ ირანული არაღი როა ვიყოთ, კორეელები და ზელენსკის თუ დაუჯერებთ, ჩინელი ჯარისკაცებიც ვიპოვო, იქ ალბათ უბრალოდ კონტრაქცია ყვანილები და არა სახელმწიფო ჩარტი. ნუ მოკლედ ქვეყანა რომელმაც ასეთ ქვეყანა ალბათ არის არ ვიცი რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ალბათ ინდოეთი კიდე. ამ ბირთვული ქვეყნები შეიძლება რომელთაც ანუ გარე დახმარების გარეშე, ნუ ისრაელს ალბათ ჭირდება ამერიკისგან რაღაც იარაღის მიწოდება, ხო? დანარჩენი ყველა მისთვის არის არა სუბიექტურობის მქონე ქვეყნები, რომლებიც არის ან ერთის კოლონია, ან მეორეს. ნუ მისი ყოველფლების საბაბი არის ის, რომ უკრაინა არ არის მისი კოლონია და არის დასავლეთის კოლონია და ეხლა კარგი იქნება თუ ის გახდება ისევ მისი კოლონია, რომ მას არ აქვს გავლენა უკრაინაში მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე. თავიდან როდესაც დაიწყო საუბარი რუსეთს შეიჭრებოდა უკრაინაში, იყო ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე. როცა პირველად გამოჩნდნენ რუსული ჯარები, ისე დიდი რაოდენობით უკრაინის საზღვრებთან, მე ამას მოყვა პუტინი ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში და ამ შემდეგ. ამ ჯარების გამოჩენას წინ უძღოდა
მაშინ ზელენსკის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელმაც გააუქმა ეს 3 ტელეარხი, რომელიც ვიქტორ მედვედჩუკს ეკუთვნოდა უკრაინელ ოლიგარქს, რომელიც პუტინის ყუმია, მისი შვილის ნათლია, რაღაც ნათესაური კავშირები აქვს. მერე მედვედჩუკი დაიჭირეს, შემდეგ გაიცვალა აზოვსტალის დამცველებში და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც პუტინმა ვერ მოახდინა ზეგავლენა უკრაინაში. და მან ეს აღიქვა რაღაც ძალიან ესეთ ტკივნეულ დაარტყმად, რომ უკრაინა, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ემოციურად, ფსიქოლოგიურად, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურად და ეკონომიკურად, ბედავს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც ის არ ეთანხმება და ამ ომის მიზეზიც ალბათ ერთ-ერთი ეს იყო, მთავარი მიზეზი ჩემი აზრით ეს იყო, რომ შეიცვალოს ეს სახე. ანუ მაგ ეგ შენ მიერ ნათქვამი ამბავი რა, იმითაც დასტურდება, რომ დღემდე იმაზე აქვს სწორება რუსეთს აი ამ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომ ეს არალეგიტიმური ხელისუფლებაა და უნდა შეიცვალოს. და მე ანუ ვინც მოვა იქ, იმას შეიძლება ნებისმიერ შეთანხმებას ან მემორანდუმს ხელი მოაწევოს. ხო, თვითონ ახლა მოთხოვნა აქვს, რომ თუ რაღაც უკრაინა დათანხმდა ამ მემორანდუმს, რომელიც წარადგინეს, რომელიც რეალურად 3 მემორანდუმია, ხელი უნდა მოაწეროს რადას სპიკერმა და არა ზელენსკიმ, იმიტომ რომ ზელენსკი არალეგიტიმურია და ისინი ხო არალეგიტიმურად მიიჩნევენ ყველა იმ ხელისუფლებას, რომელიც 2014 წლის შემდგომ იყო უკრაინაში, რომ უკრაინაში ევრომაიდნის შემდგომ მოსულ ყველა ხელისუფლება მათთვის არის არალეგიტიმური ხელისუფლება და ამ მოლაპარაკებების საკითხს ბევრი რაღაც საჩერებს, მათ შორის რეალურად საქმე იმაშია, რომ რუსეთი არც არის დაინტერესებული ახლა ომის შეჩერებით. რუსეთის ზოგადი ტაქტიკაც ეგ არის, რომ აი მუდმივი ომის სიტუაცია იყოს ეს. ეხა აი გარეომები მუდმივად იდეოლოგიური კუთხით არის ამ ხრივ საინტერესო, რომ თქვათ ის დისკუსიები რაც მიმდინარეობს იდეოლოგიის ირგვლივ, თქვათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ასე შემდეგ, ისინი კარგად ხვდებიან რა ფორმა უნდა მისცენ იდეოლოგიას, ხო, როგორ უნდა გაკეთდეს იდეოლოგია ტექნიკური თვალსაზრისით, რომ ეს უნდა იყოს რაღაც მთელი მოსახლეობის დარწმუნება როგორ უნდა მოხდეს, რომელ სოციალურ ჯგუფზე რა უწყება უნდა იმუშაოს, რომ უნდა იყოს რაღაც ბავშვების მასობრივი მოძრაობა, ახალგაზრდებისთვის მოძრაობა, რომ ეს ადამიანები საბოლოოდ იქ სადღაც რამ გამოურეცხოს ტვინი, რამ დაამუშავოს პოლიტიკურად, რომ ეს ადამიანები მზად იყვნენ წავიდნენ სიკვდილზე, იმიტომ რომ რუსეთის სახელმწიფო ახლა ითხოვს მისი მოქალაქისგან მაქსიმალური მსხვერპლის გაღებას, ხო, ომში წასვლას, რომელსაც არ იცი დაბრუნდები თუ არა. უბრალოდ მე ვერ ხედავ რაღაც შინაარს, კონტენტს ამ ფორმის შიგნით, რომ რას აწვიან ამ ადამიანებს, რის გამო უნდა წავიდნენ ისინი სიკვდილზე, ტრადიციული ფასეულობები არის თუ რაღაც. რა ხო, ეს არ ჩანს. ხო, ეს არ ჩანს რეალურად და ამიტომაც არის რომ კონტრაქტზე უწევთ ბევრის აყვანა და ასე შემდეგ, ხო, რომლებიც ხო, აი მობილიზაციის პრობლემა ხო აქვს რეალურად. რაც უნდა ტრადიციებზე და ღირებულებებზე ვილაპარაკოთ, აი რუსეთი ნამდვილად არა ეგ ქვეყანა, რომ აი მაგითი გამოირჩეოდეს ან ხალხი რაღაც ტრადიციებით ან რელიგიით აღადგინო თუ რაღაც რომ ხო, ეს არის ეს ტრადიციული ფასეულობები მოგვიანი შედარებით უფრო შექმნილია წამოსული ნარატივია პუტინი მალე თავიდან საერთოდ არ საუბრობდა არანაირ ტრადიციულ ფასეულობებზე გამოჩნდა ბოლოს 2007 წელს როდესაც ის მიდიოდა პრემიერ-მინისტრად რაღაც ანდერძად დატოვა რომ რაღაც ეს ტრადიციული ფასეულობები არ უნდა დავივიწყოთ და უკვე როდესაც დაბრუნდა 2012 წელს მაშინ დაიწყო ამაზე მთავარი апелირება და მან ორი თარიღიც კი დაასახელა როდესაც რუსმა ხალხმა დაივიწყა თავისი იდენტობა რომ ეს იყო პირველად 1917 წელს, როდესაც რევოლუცია მოხდა და ბოლშევიკებმა რაღაც ამოაყირავეს ყველაფერი და მაშინ მოწყდა რუსი თავის ნამდვილ ფასეულობებს და მეორე იყო 90-იან წლებში, როდესაც იყო საშინელი გაჭირვება და ადამიანებმა ისეთები იკადრეს, რასაც არ იკადრებდა ნამდვილი რუსი, მაგრამ მე უკვე ახლა დასტაბილურდა ეკონომიკური ვითარება და ამიტომ ახლა უკვე შეგვიძლია სულიერებაზე და სულიერ სიმებზე და სკრეპებზე როგორც უძახიან ამაზე ვიფიქროთ, ხო? რეალურად ხო ეს ფასეულობები არის ინდივიდუალური მორალის საკითხი და ეს უფრო გამოიყენება ფასეულობებზე მუდმივი აპელირება და არა ვთქვათ იმაზე თუ როგორ უნდა იყოს პოლიტიკა მოწყობილი ან ეკონომიკა გამოიყენება უფრო მოსახლეობის დეპოლიტიზაციისთვის. ხო, ნუ რა ეგ ყველაფერი ხო იმდენად აბსტრაქტულია და იდეოლოგიაც ხო აბსტრაქტულია. ხო, ანუ არანაირი კონკრეტიკა მაგაში არ დევს მაგ ფასეულობაში, უბრალოდ თავიდან ბოლომდე მითოლოგიზირებულია. რა ისე აი შენი აზრით რამდენად აქვს რუსეთს ომის წარმოების რესურსი გრძელვადიანად, იმიტომ რომ სულ არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ უკრაინას
ანუ გამოფიტვის ომია და ამ გამოფიტვის ომში უკრაინა გამოიფიტება პირველი რა და ანუ აი მაგ ხო ანუ აქ ხა ტრამპის ფაქტორიც ისეთი მნიშვნელოვანია რომ შეაჩერა ხო შეიარაღების მიწოდება ხა უკრაინისთვის იმ მიზეზით რომ ამერიკას თვითონ არ ექნება ამერიკას ექნება ისრაელისთვის მისაცემი აღარ ექნება შიგნით არ ექნება თქვა საკმარის შეიარაღება გასაგებია რომ თქვა რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს ვიდრე უკრაინას გარეშე გარეში რომელიც აქვს რომელსაც იღებს უკრაინა მაგრამ ეს რესურსიც რუსეთში ცხადია რომ არ არის რაღაც ამოუწურავი იმიტომ რომ საწყობებიდან მასობრივად გამოზიდეს საბჭოთა დაგროვებული ეს თქვა ის უზარმაზარი მასშტაბის იარაღი პლუს ეს მობილიზაციასაც აქვს თავისი ლიმიტები კონტრაქტზეც აღარ მიდის იმდენი ხალხი და ეს ეთყობა თქვა ამ შეტევების ინტენსივობას ხო ეს არის ძალიან დაბალი ტემპის შეტევები რომელიც რაღაც დათვლილიც იყო ხო რომ თქვა 82 წელი იყო ჭირდება რომ რაღაც იმამდე მივიდნენ რაც ახლა გასაგებია რომ ალოგიკურია უბრალოდ პუტინის იმედი არის ის რომ ამ გამოფიტვის ომში საბოლოოდ უკრაინა თავისინებით ჩაბარდება მას იმიტომ რომ ის ვერ გაუძლებს და დაიღლება და შიგნით იქნება თქვა მოსახლეობის უკმაყოფილება ანუ მაგალითად კორპუსს რო ესვიანენ ხა და სკოლას ანუ ჩოვლებრივი მოქალაქის პოზიციიდან რომელიც მიუხედავად ომისა მაინც თავის ცხოვრებით ცხოვრობს ხო ნუ ადამიანური ტრაგედია ხო და ზარმაზარი და მას აქვს სწორედ ამის იმედი რომ ეს ომი რეალურად ახლა ლოგიკურად რომ შევხედოთ ახლა რომ რუსეთის ომი დამთავრებულიყო ეს არ იქნებოდა მისთვის ცუდი შედეგი ანუ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ისევ გააგრძელებს მუშაობას, ანუ ის ხალხი, ვინც ამაზე ახლა დიდრდება, კვლავ გამდიდრდება, იმიტომ რომ დასავლეთთან დაპირისპირება არსად არ გაქრება, ეს არმია ისევ ახსადგენია, ანუ კომპლექსი ისევ იმუშავებს, ანუ წმინდა ესე თქვა. ელიტაში ფულის გადანაწილების კუთხით ყველაფერი ამ ხრივ კარგად იქნებოდა. პლუს შეიძლება რუსეთში ეს გაიყიდოს მოსახლეობაზე როგორც გამარჯვება, რომ ჩვენ გვაქვს აგერ სახმელეთო ხიდი ყირიმამდე, მუხლებიდან წამოვდექით, ყველაფერი დაუმტკიცეთ და ასე შემდეგ. მაგრამ ეთყობა ახლა ამის შემდეგ უკვე დგება ქვეყნის შიგნით სხვა საკითხების გადაწყვეტის დრო და ეთყობა ამის მზაობა ხა ამის სურვილი პუტინის დიდად ამის ინტერესიც არ აქვს, მას ის არის მზად რომ თანამ ომს ის ხო უყურებს რაღაც არა როგორც რაღაც უშუალოდ უკრაინასთან დაპირისპირებას. ეხლა ხშირად მიდის ხო საუბრები რომ დასავლეთს ვერძვით თუ რა მაგითაა. ხშირად მიდის საუბრები რომ თქვა აი დაკარგა რუსეთმა ამ ომის პირობებში ბევრი ის აქტივი რომელიც შეიძინა ომის დროს ხო თქვა სირიაში დაამხეს მისი მხარდამჭერი რეჟიმი, როდესაც ეს სირიაში რუსეთის შესვლა თავის დროზე და ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადეს. პლუს ინვესტიციის გარდა ეს გაიყიდა როგორც რუსეთის დაბრუნებად გლობალურ არენაზე, რომ რუსეთი პირველად ჩაერთო კონფლიქტში და ეს ამ კონფლიქტში თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა საკითხი პოსტსაბჭოთა სივრცის მიღმა. რომ აი აზერბაიჯანთან აქვს სერიოზული პრობლემები, რომ სომხეთი თქვა იცვლის კურსს და ასე შემდეგ. პუტინს აქვს იმის ფუფუნება რომ პირდაპირ საუბროს რაღაცებზე, ის როგორც ჩანს ამას არ აღიქვამს სერიოზულ პრობლემებად. ის თulis რომ ამ ომით ის ცვლის სოფლიოს თეატრ სურათს. ისე აი მეორე მხრივ, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ ძალიან დიდი დანაკარგები აქვს, რომელიც არ შეიცვლება ამ ომის დასრულების შემდეგაც. ანუ ირანის ამბავი იყო და ანუ რაღაც წამოკნავლების გარდა ვერაფერი ვერ გააკეთეს. არც სირიაშიც. ვერც სირიაში. ახლა ფაქტია აზერბაიჯანთან რაც ხდება, ხო, ანუ ამას რა თქმა უნდა მაქელაწონას არ ვანიჭებ, რაც სირიაში მოხდა, მაგრამ ну фактია რომ აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ხო ისინი ნაცემები აჩვენა და სილა გააწნა რეალურად მაგითი და მეორე მხრივ სომხეთში მიუხედავად ლავროვის არ ვიცი გაფრთხილებებისა თუ უკმაყოფილებისა რუსეთის რა იმისადმი რაც ხდება ეხლა სომხეთში ხო ეკლესიასა და თქვა სახელმწიფო შორის ესე ბრჭყალებში მარტივად რო თქვა ხო, ანუ სომხეთი მაინც ახერხებს მეტნაკლებად ბაზების გაყვანას ითხოვენ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას და კი არა, ანუ ეს მე უყურებ ან მე საუბრობ აქ რაღაც სავარაუდოდ როგორც უყურებს პუტინი, ხო, ის ხედავს რომ უკრაინაში რაღაც დონსა და დნესტრ შორის წდება ახლა ყველაფერი, მათ შორის როგორი იქნება სამყარო მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, როგორი იქნება რუსეთი
და ამ შემდეგ და არაფერს სხვას არ აქვს. ახლა მისთვის არანაირი მნიშვნელობა. რაღაც სამამულო ომის ელფერი უბრალოდ ეს არ გაიყიდა რუსეთში როგორც სამამულო ომი, ხო? მიხედავთ იმისა, რომ ძალიან დიდი მცდელობა იყო ამ ყველაფრის. ანუ უკრაინელები და რუსები საკმაოდ ახლო ხალხია კი არა, ანუ ჭიდრო ნათესაური კონტაქტები შერეული ოჯახია და იგი ხო ერთ გაიყიდებოდა. ხო, ტრაიძინი ნაროდს უძახიან თვითონ, რომ ერთი ხალხი გაყოფილი სამ სახელმწიფოში, რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი, მაგრამ ერი ანდერსონმა თქვა 2015 წელს ჯერ კიდევ, როდესაც აი მინსკის მოლაპარაკებები მოდიოდა და პუტინმა ვერ დააფასაო უკრაინული ნაციონალიზმის და რეალურად პოსტკოლონიური გამოცდილების ძალა, ხო, რომ ბევრი რამე შეიცვალა, ასე ვთქვათ და ეს არ არის ვთქვათ ის უკრაინა, რომელიც არსებობდა ვთქვათ რუსეთის იმპერიის ფარგლებში, ან ასე შემდეგ ძალიან სერიოზულად სხვა თაობა, რომელიც სხვა ასე ვთქვათ, რომელიც გაზრდილია დამოუკიდებელ სახელმწიფოში და პლუს როდესაც ატომი დიოდა, ანუ ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინელსაც ატარებდა დონბასში, 6 მობილიზაციის ტალღა იყო უკრაინაში. ანუ უკრაინული არმია მთლიანად არის დაკომპლექტებული იმ ხალხით, რომელსაც ნაუმარი აქვს იქ, ოფიცრობა ყოველ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, რაღაც გადაწყვეტილების მიმღები ფენა, რომელსაც ყავს კაფედ გამოხატული მტრის სახე და ანუ ის წარმოდგენები, რომ რუსეთი შევიდოდა უკრაინაში და იქ ყვავილებს დააყრიდა მოსახლეობა თავზე, ცხადი იყო რომ არ გამართლდებოდა ზუსტად აი მანდერს პოსტკოლონიური გამოცდილების გამო. თან რუსეთი ხო იქ არც მისულა სადაც ელოდა წინააღმდეგობას დასავლეთ უკრაინაში. ის ჯერ იბრძვის რუსულენოვან უკრაინაში ხო? ანუ სადაც მოსახლეობა რუსულად საუბრობს. აი შენ ნათქვამს მოვაყოლებ იმასაც რომ თითქოს ეგეთი წარმოდგენა რა, ანუ ჩვენ გარეთაც და შიგნითაც რომ მაიდანიც და ნებისმიერი არ ვიცი კონფლიქტი რა სოციალური რაც იყო ეს მარტო გარედან თავს მოხვეული იყო რაც იმას ნიშნავს ხოლმე რომ არაფერი ხდებოდა უკრაინაში არც ეკონომიკური პრობლემები არც სოციალური და უბრალოდ ხუთმა რადიკალმა მოაწყო მაიდანი რა რაც თავიდან ბოლომდე აცნენილია სინამდვილეში იმას რაც იყო აი ბოლოსკენ რო წავიდეთ შენი შეფასებით რაიმე ალტერნატივა თუ არსებობს რუსეთში სტრუქტურული გარდაქმნის მე არ ვამბობ რომ ეხლა პუტინი შეიძლება ხვალ გადაბრუნდეს და მოკვდეს და ამით შეიძლება არც არაფერი შეიცვალოს ხო ვიღაც უარესი შლეგი მოვიდეს და ამ ეტაპზე ისე ჩანს რომ რაღაც იმ კონფლიქტებიდან გამომდინარე რაც თქვათ ელიტის შიგნით მიმდინარეობს და რაზეც საუბრობთ ნუ არის ალბათ დიდი შანსი იმის რომ პუტინის წასვლის შემდგომ მმართველობა დაემსგავსოს სტალინის სიკვდილის შემდგომ კოლექტიური მმართველობა როდესაც იყო რომელიც უფრო ლიბერალიზაციისკენ წავიდა ზოგადადაც რომ შევხედოთ ისტორიულადაც ყოველთვის ეს რაღაც დიდი დაძაბულობის შემდგომ საზოგადოება ითხოვს ხოლმე რაღაც განტვირთვას ხო აი სტალინის 30 წლის მმართველობის შემდგომ რომელშიც იყო რეპრესიები, დიდი ტერორი, მერე უზარმაზარი ომი, მერე ეს ომი დასრულდა მოიგეს და თითქოს რაღაც უნდა დამტკვარი იყვნენ უკვე რაღაც მიღწეული და მერე ისევ იწყება კიდევ ახალი რეპრესიების ტალღა და კიდევ ახალი მტრების ძიება, რაღაც რთული იყო რომ იმის წარმოდგენა რომ სტალინის შემდგომ კიდევ ესეთი მოვიდოდა, იმიტომ რომ საზოგადოება იღლება ასეთ დროს რაღაც მუდმივ იმის შემდგომ. ამიტომაც ალტერნატივა ხდება რომ არავინ არ განიხილავს იმას რომ პუტინის მაგის შემდგომ ვინ მოვა პრეზიდენტად ამაზე საუბარი ახლა იქ მემკვიდრეზე საუბარი არ არის არანაირად რაღაც იყო სანამ კონსტიტუცია განულდებოდა და რომელიც პუტინს შესაძლოა ამისა რომ კიდე 2-6 წლიანი ვადით ეყარა პუტინის ვადები განულდებოდა უბრალოდ კონსტიტუციური რეფორმის შემდგომ ახლა მემკვიდრეზე არავინ არ საუბრობს მაგრამ თქვათ ალბათ ყველაზე მოსალოდნელი სცენარი სავარაუდოდ იქნება ის სცენარი რომ თქვათ რაღაც გარკვეული კოლექტიური მმართველობის მსგავსი რაღაც ორგანო იქნება რომელსაც იქნება რაღაც გარკვეული ქაოსი და ასე შემდეგ და რომელსაც ექნება უკვე თქვათ რაღაც ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი თქვათ დასავლეთთან ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ რუსეთი გახდება ხა რაღაც ლიბერალური სახელმწიფო რომელიც თავისი დააბრუნებს ყველაფერს რაც ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი თვითონ ევროპაში ხო მithumetes ხო როდესაც ხო ეს კრიზისი ვთქვათ დასავლურ სამყაროში დგას თვითონ მაგრამ ნუ ეს არ იქნება ალბათ ისეთი მაგრამ რომელიც ყველგან ომის
რაღაცა ომზეა უფრო ორიენტირებული და ომის რაღაც ეკონომიკა ომის რელსებზე აქვს გადაყვანილი და რომლის მიმართაც არსებობს შიში რომ აი უკრაინაში თუ დაასრულო თავისთვის მერე უკვე მომდევნო სამიზნეს უკვე ნატოს ქვეყანას მოძებნის და რაღაც ვინ იქნება უკრაინის შემდგომ რიგში ხო ვის წინააღმდეგაც ომს დაიწყოს ალბათ ნუ რაღაცა ამაზე თქვათ მიუთითებს ისიც რომ როგორც თქვით ხრივ ელიტაში არის რაღაც გარკვეული განხეთქილება რომელიც არ იძლევა იმის საშუალებას რომ პუტინის შემდგომ ისევ ასეთივე გავლენიანი და მაღალი ავტორიტეტის მქონე პირი მოვიდეს რომელსაც ასეთი ცენტრალიზებული იქნება მის ირგვლივ ძალაუფლება და პლუს ალბათ საზოგადოების სურვილიც რომ რაღაც გადატვირთვა მოხდეს ხო განმუხტვა ასე ვთქვათ იმ დაძაბულობის ატმოსფეროს რომელიც ვთქვათ ნებისმიერ ომს ნებისმიერ შემთხვევაში მოყვება ხოლმე ხო ანუ შენ არიცი შენ ცხოვრობ მუდმივი გაურკვევლობის პირობებში შენ არიცი რაღაც დამოკიდებული ხარ არა მხოლოდ შენს გადაწყვეტილებებზე არამედ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზეც ხო შენ არიცი როგორ რა რეაგირებას მოახდენენ შენს მომდევნო ნაბიჯზე ვთქვათ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები რა იქნება მომდევნო იმაზე როდის იქნება მობილიზაციის ახალი დალვა და უკვე ვის გაიწვევენ კიდე ომში და ასე შემდეგ ხო ანუ ესე დაძაბულობაში ცხოვრება ყოველთვის ესეთია ამას აქვს თავისი ლიმიტები მოკლედ ხო ასე თუ ისე რუსეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენზე პირდაპირ გავლენას ახდენს და მე მგონია რომ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა ხდება შიგნით იმიტომ რომ როგორც ხედავთ 2012 წელს რა ვითარებაც იყო რუსეთში და რა ბრძოლები ქონდა იქ რუს ხალხს დაახლოებით იგივე ფაზაში შევდივართ ჩვენც ალბათ შეიძლება ოდნავ განსხვავებული მაგრამ დაახლოებით მაინც მეთოდები და ასე ვთქვათ კანონები და რაღაც ხედვები მაინც იგივეა და მე მგონია რომ ამიტომ ძალიან საინტერესო რეჟიმის ცვლილება მათ შორის შეიძლება ჩვენთვისაც რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს ჩვენი იდეოლოგიური ხედვისთვისაც ასე ვთქვათ რა უც შეუძლია დავასრულოთ პრინციპში და თუ რამე გაკიდე არა დიდი მადლობა მოწვევისთვის მადლობა პირიქით საინტერესო საუბრისთვის გამოგვიწერეთ და გვალაიქეთ და გვაშიარეთ შევხვდებით მომავალ კვირას დროებით